სულთმოფენობიდან მერვე კვირიაკის სახარება. 5 პურით 5000-ის განძღომის შესახებ. სახარება მათესი დასაწყისი 58. თავი მე-14, მუხლები 14-დან 22-ის ჩათვლით. ავტორი წმინდა ნიკოლოზ სერბი. ჩემი თარგმანი. ყოვლადუზანაესი ღმერთი ყოველივეს მიზან-მიმართულად იქმს. მის ქმედებაში არაფერია უმიზნო, უაზრო და ზედმეტი. ზოგიერთი ადამიანი კი უმიზნოდ მოძრაობს და უაზრო საქმეები დაკავდება ხოლმე და იცით რატომ? საკუთარი არც ცხოვრების და არც დანიშნულების პუნქტი იცის გზისა. გაინტერესებთ? უაზრო საზრუნავებით რისთვის იტვირთავს და უსარგებლო ნივთების სიმძიმის ქვეშ რისთვის ისრისება იგივე ადამიანი? ივიწყებს, რომ ერთია მხოლოდ საჭირო და იმიტომ. იმისათვის, რომ ადამიანმა გაბნეული გონება მოიკრიბოს, განყოფილი გული გაიმთლიანოს და კაცობრივი ძალების ერთ წერტილში მოახდინოს ფოკუსი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე კაცობრიობას მხოლოდ ერთი და ერთადერთი მიზნის, ცათა სასუფეველის მოპოვებისკენ მოუწოდებდა. ორივე მხარეს მხედველი ელამი ვერცერთს ვერ ხედავს სამწუხაროდ. ჰოი, როგორი უაზროა იმ გონების სიცოცხლე, რომელსაც მიზნად უამრავი რამ დაუსახავს. როგორი უგრძნობია განყოფილი გული, როგორი უძლურია განრღვეული ნებისყოფა. ერთია მხოლოდ საჭირო, ღვთის სასუფეველი. მთელი კაცობრიობის შეხედულებათა ერთი წერტილისკენ მიმართვას ისწრაფოდა სასწაულთმოქმედი ქრისტე და ეს ერთი წერტილი იყო ცათა სასუფეველი. და ვინც ამ ერთ წერტილს მიაქცევს თავის თლიან ყურადღებას, აზრადაც ერთი ეყოლება. ღვთისგრძნობაც ერთი, სიყვარული, მიზანმიმართულებაც ერთი, მიუახლოვდეს ღმერთს. ნეტარ არს, ვინც ამგვარად მოახდინა საკუთარი თავის კონცენტრირება, ის მიემსგავსა იმ ლუპას, მზის მრავალ სხივის ერთ წერტილში შემკრებს, რომ ცეცხლის დანთება შეუძლია. სინამდვილეში, ის სიტყვები, რომლითაც უფალი მიმართავს მართას, შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და სწუხარ, არადა ერთია მხოლოდ საჭირო, მთელ კაცობრიობის მიმართ უმთავრესის საყვედურით შეხსენება გახლავთ და ეს ერთადერთი ღვთის სასუფეველი გახლავთ. საერთოდ ყოველივე, რაც აღმოთქვა და მოიმოქმედა უფალმა, მხოლოდ ამ წერტილის და მიზნისკენ იყო მიმართული. მხოლოდ ამ წერტილში შეიკრიბა დროებითი და წარმავალი ცხოვრების უსწორმასწორო ბილიკებზე მოსიარულე, უსიერ ტყეღრეებსა და მიწის ხვრელებში მოღვაწე ყველა მგზავრის განმანათებლად ანთებული ყველა ალი. უფალთან ყოველივე მიზანმიმართულია. ესე იგი, ყოველივე ამ ყოვლად უზენაესის ერთადერთისკენ არის მიმართული. ყოველივე დროულია. არც ერთია უადგილო და ყოველივე აუცილებლად საჭიროა. როგორც აღმოთქმული სიტყვები, ასევე ქმნული საქმეები. და არც ერთია ზედმეტი სიტყვა და არც ერთი არამიზანმიმართული საქმე. და ახლა როგორი ნაყოფიერება ახლავს თითოეულ მათგანს? მილიონ და მილიონ გზის ნათქვამს სიტყვას და საქმეს, როგორი ნაყოფი გამოუღია და დღემდე გამოაქვს ნაყოფი და რაოდენ ტკბილი, კეთილსურნელოვანი და ცხოველმყოფელია თითოეული მათგანი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ძვირფასებო? როცა ეშმაკმა შესთავაზა, რატომ არ გადააქცია უფალმა ქვები პურებად? ნამოგვიანებით, მის ირგვლივ შეგროვილი დამშეული ხალხის დასაპურებლად მცირე რაოდენობის პურები
თვალის და ხამხამებაში ისეთ რაოდენობად გადააქცია, რომ ნაშთმა პირველ ყოფილ საზომს გადააჭარბა. იმიტომ რომ პირველი სასწაული არა მიზანმიმართული, უაზრო და უადგილო იქნებოდა, ხოლო ეს უკანასკნელი კი მიზანმიმართული, დროული და ზუსტად შესაფერისი. რისთვის არ სურდა, როცა მისგან ითხოვდნენ უფალს ფარისევლებისთვის ზეციური ნიშანის ჩვენება, თუმცა ზეციდანვე უამრავჯერ აჩვენა მათთვის უხილავი სასწაულების ნეულებებზე, კეთროვნებზე, მიცვალებულებსა და თვარეულებზე. კვლავ იმავე მიზეზით, რომ პატივმოყვარე და შურიანი ფარისევლების თვალწინ ის ნიშანი იქნებოდა უმიზნო, უაზრო და ზედმეტ იმაში, როცა სხვა დანარჩენ შემთხვევაში ეს იქნებოდა გამიზნული, დროული და შესაფერისი. რატომ არ გადაადგილებდა უფალი მთებს და შთააგდებდა ზღვაში? უეჭველად შეეძლო მას ამის ქნა, რატომ აღარ იქმოდა ამ ყოველივეს? რომელსაც ქარიშხლოვან ზღვის და თვით ქარების შერისხვა შეეძლო, ყოველ მიზეზ გარეშე მთების დაძვრა და მათი ზღვაში შთაგდებაც, რა თქმა უნდა, მაგრამ რა საჭირო იყო? არანაირად. ამიტომაც არ იქმოდა ამას უფალი, თუმცა როცა ადამიანები იხრჩობოდნენ და დახმარებას ითხოვდნენ, იქ უკვე ზღვის დაყუდება და ქარების შერისხვა აუცილებელიც კი იყო. თუ წყლის ღვინოდ გადაქცევა შეეძლო, რატომ არ გადააქცევდათ იხას ოქროთ და ყვავებს მტრედებად? მაგრამ რა საჭირო იყო ეს ყოველივე? არადა ერთხელ ერთ ქორწილზე ღვინო ძალიან აუცილებელი იყო სტუმრებისთვის და რათა აეხსნა მასპინძელი სირცხვილისგან და ამ გასაჭირსად შესწეოდა გადააქცია უფალმა წყალი ღვინოდ. ხოლოდ დემონები და ცოდვილები ითხოვდნენ ქრისტესგან უმიზნო, უაზრო და ზედმეტ სასწაულებს. ერთი შეხედეთ, რა სისულელეს ითხოვს ეს ჭმაკი ქრისტესგან? უდაბნოში ქვები პურებად, რომ გადააქციოს და ტაძრიდან თავქვე გადაეშვას. და ისიც იხილეთ გამოუსწორებელი ცოდვილები, წიგნობრები და ფარისევლები ქრისტეს მიერ მრავლისთვის სასარგებლო სასწაულების ხილვის შემდეგ კიდევ რაღაც განსაკუთრებულ უმიზნო და ზედმეტ ნიშნებს ითხოვენ, ისეთი როგორც მთების გადაადგილება, თიხის ოქრო და ყვავების მტრედებად გადაქცევაა. ამიტომ უარყო უფალმა დემონების და ცოდვილთაგან მიღებული წინადადებები. მაგრამ სასწაულის ქმნაზე არასოდეს უთქვამს უარი, თუ კი ის მიზანმიმართული იყო და აცხოვნებდა ადამიანებს. და დღევანდელი სახარების ეულის საკითხავი აღგვიწერს ერთ-ერთ ასეთ გამიზნულ და საჭირო სასწაულთაგანს, უდაბურ ადგილას პურების განმრავლებას, მაგრამ არა იქ, სადაც არ იყვნენ ადამიანები და იყო მხოლოდ ეშმაკი, არამედ იქ, სადაც შესაძლოა 10,000-ზე მეტი დამშეული სული იყო. რამე თუ ნათქვამია, რომ ქალების და ბავშვების მიუხედავად 5,000-ზე მეტნი იყვნენ ისინი. და გამოვიდა იესო და იხილა მრავალი და შეებრალა ისინი და გაანკურნა მათი სნეულებები. ეს მოხდა იმის შემდეგ, რაც ჰეროდე მეფემ იოანე ნათლისმცემელი სიკვდილით დასაჯა. და როცა ეს ამბავი გაიგო, უფალი ჩვენ იესო ქრისტე განეშორა უდაბურ ადგილას, ნავით სულ მარტო. 4-ვე მახარებელი აღგვიწერს ამ მოვლენას. ერთნი მოკლედ, მეორენი დაწვრილებით. იოანეს სახარების მიხედვით უფალი ტიბერიადის შემოგარენში ჩაჯდა ნავში და გადასცურა გალილეის ზღვა. ხოლო ლუკას სახარების მიხედვით ის მიადგა ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაპირს და ბეთსაიდის ახლოს მთების უდაბურ ადგილებში ავიდა. მას ხშირად ჰქონდა ჩვევა მთებში ან უდაბურ ადგილებში განმარტოება. ასე კი 3 მიზეზის გამო იქცეოდა. ჯერ ერთი იმისთვის, რომ საკუთარ საქმიანობაში მცირე პაუზა გაეკეთებინა, რათა ადამიანებს ასე ვთქვათ გონებაში გადაეხარშათ ყველა მის მიერ განცხადებული სწავლება და მის მიერ ქმნილი ყველა სასწაული. მეორედ კი იმისთვის, რომ მოციქულებთან ერთად ჩვენს გვაჩვენოს სულში ღმერთთან ლოცვითი განმარტოების აუცილებლობა, ანუ შესვლა დახშულ კარში. რამე თუ განმარტოება და მდუმარება განწმენს,
ამდაბლებს, ასხივოსნებს და განამტკიცებს ადამიანს. მესამედ კი, რათა განამართლოს და მოიწონოს მეუდაბნოეობა და მონაზნობა, და რითაც გვიჩვენებს ჩვენ, რომ კეთილი და სარგებელის მომტანი ადამიანი მთის მწვერვალზე გაშენებული ქალაქის მსგავსად ვერსად დაიმალება. ეკლესიის ისტორია მათ ასგზის გვაჩვენა, რომ ვერც ერთი დიდი მეუდაბნოე მლოცველი ან სასწაულთმოქმედი ვერ დაეფარა ხალხს. მრავალი უსაფუძვლო სვამს კითხვას. რას აკეთებს მონაზონი უდაბნოში? არ აჯობებდა, რომ ერში ყოფილიყო და მომსახურებოდა მას? აუნთებელი ლამპარი? უდაბნოში განმარტოვებით მონაზონი საკუთარ სულს აუნთებელი ლამპარივით ატარებს, რათა აანთოს ის მარხვით, ღვაწლით და ლოცვითი განწყობილებით. და თუ კი შეძლებს ამ ლამპრის ანთებას, მაშინ ამ ნათელს დაინახავს ყველა, მოვლენ მასთან და იპოვიან მას. ქვიშებში, გაუვალმთებში და მიუდგომელ ქვაბულებშიც რომ დაიმალოს, ერთი სიტყვით, უსარგებლო კი არა, პირიქით სხვა ადამიანებზე მეტად სასარგებლო შეიძლება იყოს ხალხისთვის. ამას ძალიან ცხადად და მკაფიოდ გვიმტკიცებს უფალი ჩვენი იესო ქრისტეს შემთხვევაში მოყვანილი ფაქტიც. სულ ამაოდ ცდილობდა უდაბურ ადგილას ხალხის თვალთაგან დაფარვას. უამრავი მისდებდა მას. მან კი ხილა და შეებრალა ისინი, რამე თუ იყვნენ როგორც უმწყემსოდ დარჩენილი ცხოვრები. ბარში, ქალაქებში, თვითმარქვია მწყემსებით სავსე იყო სინაგოგები. რამე თუ სინამდვილეში ცხრის ქურქში გადაცმული მგლები უფრო იყვნენ ვიდრე მწყემსები. ეს იცოდნენ ადამიანებმა. ისევე როგორც მათ დამი ქრისტეს განუზომელ წყალობასა და სიყვარულს შეიგრძნობდნენ. იხილეს და შეიგრძნეს, რომ ქრისტე არის ერთადერთი კეთილი მწყემსი, რომელიც ალალად უთანაგრძნობდა და ზრუნავდა მათთვის. ამიტომაც იყო, რომ მისკენ ყველაზე უდაბურ ადგილებშიც კი მილდოდნენ. და უფალმა განკურნა მათი ცნეულები. ხალხი იგრძნობს ქრისტეს აუცილებლობას. და ფუჭიცნობის მოყვარეობით კი არა. უკიდურესი გაჭირვებით და სატანჯველით შეწუხებულები ითხოვენ მისგან სასწაულს. და როგორც მარკოს მახარებელი გვეუბნება, იწყო მათი მრავლად სწავლება და როცა მოსაღამოვდა, მივიდნენ მასთან მისი მოწაფელი და უთხრეს, ეს ადგილი უდაბურია და უკვე გვიანია. გაუშვი ეს ხალხი, რომ ახლო-მახლო სოფლებში წავიდნენ და თავისთვის იყიდონ საჭმელი. მახარებელი მათე არ გვიყვება, თუ კონკრეტულად რით იყო უფალი დაკავებული ამდენი ხანი ხალხთან. ხოლო დღა გვაუწყებს, რომ მან განკურნა მათი ცნეულები. თუმცა მარკოს მახარებელი ამ სიცერიალს იმითავსებს, რომ იწყო მათი მრავალი სწავლება. ხედავთ, რა საკვირველად ავსებენ ერთი მეორეს მახარებლები, ასე რომ უფალი გვიან საღამომდე ასწავლიდა ხალხს. ეს უნდა გაგრძელებულიყო მრავალი საათის განმავლობაში. ამ პერიოდში კი მთელი სახარების კითხვა შეიძლება. ესე იგი, ამ ერთ შემთხვევაში უფალი თავისი ღვთაებრივი სწავლებით იმდენია ჩვენა უფალმა, რასაც შეადგენდა ალბათ თლიანი სახარება. მაშინ მართალი ყოფილა ამ შემთხვევაში იოანე მახარებელი, რომელიც ამბობს, რომ იესოს ყველა სიტყვა და ყოველივე საქმე რომ აღეწერათო, სოფლიო ვერ დაიტევდა აღწერილ წიგნებსო. როგორი მოწყალენი არიან მოწაფენი. ადგილი აქ უდაბურიაო და ჟამიგვიანია. მოშივდათ ადამიანებს და წესით დიდი ხნის წასულები უნდა ყოფილიყვნენო, მაგრამ მათი სახლები ძალიან შორიაო. ისინი კი მშივრები არიანო. აქ მრავლად არიან ქალებიც და ბავშვებიცო. მათთვის აუცილებელია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოიპოვონ საკვები და ეწავიდნენ ახლო-მახლო სოფლებსა და დაბებში და იყიდონო პური თავისთვისო. მაგრამ განა ქრისტე საკუთარ მოწაფეებზე მეტად თანამგრძნობი და მოწყალე არ არის? ხალხი რომ მშიერი იყო, ნუ თუ თავად მან არ იცოდა? რაღა თქმა უნდა, ქრისტე უფრო მოწყალეა და საკუთარ მოწაფეებზე მეტად თანაუგრძნობს ხალხს.
და ვიდრე ისინი ეთყოდნენ, მშვენივრად იცოდა მათი პრობლემების შესახებ. როგორც იოანე მახარებელი აღვიწერს, იესომ აღიხილა თვალები და იხილა, რომ მრავალი მოდიან მასთან და უთხრა ფილიპეს: სად ვიყიდოთ პური, რომ ისინი დავაპუროთ? მაგრამ აქვე მას ადამიანები საკუთარი სნეული მოყვასებით მოადგნენ. უფალმა ჯერ ყველა სნეული განკურნა, შემდეგ კი იწყო ხალხის სწავლება. და ეს გვიანობამდე გრძელდებოდა და მხოლოდ მაშინ გაახსენდათ მოციქულებს, რომ მშიერია ხალხი და საკვები ჭირდებათ. ამგვარად, უფალმა წინასწარ განსაზღვრა ეს თავიდანვე, მაგრამ მოგვიანებით განგებ არ სურდა ამის შესახებ საუბარი, იმის მოლოდინით, რომ მოციქულებმა თავად გაიხსენონ ეს და ორი მიზეზით. ერთი, რათა განამტკიცოს მათში თანაგრძნობა და მოწყალება, მეორედ კი, რათა ცხადით შეიქმნას მათი უძლურება მის გარეშე, რამე თუ ქრისტემ უთხრა მოციქულებს, არ არის საჭირო მათი წასვლა, არამედ მიეცით საჭმელი. მან იცის, რომ ისინი ამას ვერ იზამენ, რათა სრულიად შეიცნონ და აღიარონ საკუთარი უძლურება. მათ კი უთხრეს მას: აქ მხოლოდ 5 პური გვაქვს და 2 თევზი. იოანე მახარებლის მოწმობით, საჭმელის ეს მწირი რაოდენობაც არ იყო მათი, არამედ იმ მყოფთაგან არაერთი ბიჭის, ერთ-ერთი ბიჭის. აქ აქვს ერთ ბიჭს 5 პური და 2 თევზი, მაგრამ ასეთი სიმრავლისთვის რა არის ეს? უფალს აუწყებს ანდრია პირველწოდებული, მოციქული, რომელიც თუმცაღა კი იყო ქრისტესთან ყველაზე დიდხანს, რწმენაში ჯერ კიდევ არ იყო სრულყოფილი, რადგან ეკითხება: რას ეყოფაო ამ სიმრავლეს ეს პურიო? პურებიც შვრიისგან იყო, რაც ასევე არ არის შემთხვევითი. იოანე ოქროპირის მიხედვით ჩვენ უნდა დავასკვნათ აქედა, რომ უბრალო საკვებითაც უნდა უკმაყოფილდებოდე და უმჯობეს აღარ უნდა ვეძიებდეთ, რამე თუ მისი სიტყვისამებრ გემოთ მოყვარება დედა ყოველ სენთა და ბნებათა. მომიტანეთ მე აქ ისინი, უბრძანა უფალმა მოწაფედ. ხოლოდ ახლა დადგა მისი ჯერი. ხალხს არ შეუძლია საჭმლის მოპოვება. მოციქულებიც აღიარებენ უსუსურებას ხალხის დახმარების საკითხში. ახლა კი დამდგარა დრო, რადგან ყოველივე მომწიფდა სასწაულისთვის. დაბრძანა, რომ ადამიანები დამსხდარიყვნენ ბალახზე და აღიღო 5 პური და 2 თევზი. ზეცას ახედა, აკურთხა და ამტრია, მიესცა პური მოწაფედ, ხოლო მოწაფეებმა ხალხს. რატომ აღიხილა ცისკენ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ? როცა ბრმებს უხელდა თვალებს, განსწმენდა კეთროვნებს, არაწმინდა სულებს როცა განასხამდა, ქარების და ზღვების შერისხვისას, წყლის ღვინოთ გადაქცევისას და ზოგიერთი მიცვალებული სიმკვდრეთით აღდგინებისასაც, ერთი სიტყვით დიდი სასწაულების აღსრულებისას ის ასე არ იქცეოდა. მაშკა მონაკლისის სახით რატომ მოიქცა ასე? და მამა ღმერთისკენ რატომ მიმართა ღვთაებრივი თვალები? ჯერ ერთი იმიტომ, რომ ხალხის ასეთ რიცხოვნების წინ აჩვენოს თავისი და ზეციური მამის ერთიანობა და მით უარეყო ფარისეველთა ბოროტიცილის წამება, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ თითქოს ის სასწაულებს დემონური ძალებით აღასრულებდა. მეორედ კი, როგორც კაცის ძემ, აჩვენოს ღვთის მიმართ ადამიანის სიმდაბლით მადლიერება მისგან მომდინარე ყოველივე კეთილისთვის. მსგავსი მაგალითი მოგცა ჩვენ საიდუმლოსერობის დროსაც. აკურთხა, დაამტრია, აიღო თასი და მადლობდა და თქვა: აიღო პური და მადლობით დაამტრია. მადლობდა ის ზეციურ მამას და აკურთხევდა პურს, როგორც საღვთო ძღვენს. ასევე ჩვენც, როგორი მწირიც არ უნდა იყოს, ყოველი ტრაპეზის წინ უნდა ვმადლობდეთ, ვაკურთხებდეთ და ვაქებდეთ მას ამისთვის. მესამედ კი, როგორც ძე ღვთისა, რათა პურების განმრავლების შემთხვევაში, რომელიც აბსოლუტურად მსგავსია ახალი შესაქმის, აჩვენებდეს სამების ძალთა ერთიანობას, რომელიც იქმს მხოლოდ როგორც ასეთს: მამა, ძე და სულიწმინდა. სამება ერთარსი და განუყოფელი არის ყოველი არსის
შემოქმედი. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ საკუთარი ხელით დაამტრია პური. რისთვის? რატომ არ უბრძანა მათი დამტრევა მოწაფეებს? იმისთვის, რომ გვენახა ერის დაპურების, მისი კეთილის სურვილი და მისი უდიდესი კაცთმოყვარეობა. და რათა ჩვენ ამით გვესწავლა ის, რომ როცა ვიქმთ მოწყალებას ან რაიმეს ვინმეს ვჩუქნით, მზრუნველი და მოყვარული გულით უნდა მოვიქცეთ, როგორც იქცეოდა ის. და ჭამა ყველამ და დაანაყარდნენ და ნაშთისგან 12 სრული გოდორი აკრიფეს. და ვინც ჭამეს იყვნენ დაახლოებით 5,000 კაცი, ქალების და ბავშვების გარდა. იხილეთ სასწაულთა სასწაული და დიდებათა დიდება. თუკი ამდენი ადამიანი ანტიდორის ზომის მხოლოდ თითო ნაჭერს აიღებენ, საეჭვო რომ 5 პური ეყოს, არადა ყველამ ჭამა და დანაყრდა. და გარდა ამისა 12 ნარჩენებით სავსე გოდორი აკრიფეს. ეს თუ გარკვეული სახის მირაჟი იყო მხოლოდ, არ იტყოდნენ რომ დანაყრდნენო. თუკი ერთი ადამიანი მეორეს მოაჩვენებდა ჭამის ილუზიას, მირაჟის მიერ მშიერის დაპურება შეუძლებელია. და თუ ეს რაღაცნაირი მირაჟი იყო, მაშინ საიდანღა აიღეს ნარჩენებით სავსე 12 გოდორი? არა, მხოლოდ გამოუსწორებელ ცოდვილებს შეუძლიათ ამას ილუზია უწოდონ. არადა ეს ისეთივე სინამდვილე იყო, როგორც ღმერთი სინამდვილეში არსებობს. კიდევ იმას მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ სასწაულის დროს ვერავინ ბედავს რაიმე საწინააღმდეგოდ რო განმარტოს და ბრიყულად ამტკიცებდეს რაიმეს, როგორც ფარისევლები იქცეოდნენ. სხვა სასწაულების შემთხვევაში არა მხოლოდ არავინ ეწინააღმდეგებოდა, არამედ იესოს მიერ ქმნილი და მათგან ხილული სასწაულებიდან. ასე ამბობდნენ. ეს ის წინასწარმეტყველია, ვიზედაც ამბობდნენ, რომ უნდა მოსულიყო. მეტიც, მათ მოისურვეს მისი გაამეფება. ასეთი უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა ქრისტეს ასეთმა მართლაც და საკვირველმა სასწაულმა ხალხზე. აბა მითხარით, რომელი ილუზიონისტის გამეფება მოინდომა ოდესმე ვინმე? აქ ის სინამდვილემ და რეალობამ და ამ ჭეშმარიტებით შთაგონებულ ხალხს ძალით მოისურვა ქრისტეს გამეფება. და მართლაც მოხდებოდა ეს, თუ კი ქრისტე არ გაეცლებოდა იქაურობას და ამგვარად ხელს არ შეუშლიდა ხალხის განზრახვას. და მაშინვე აიძულა იესომ თავის მოწაფეებს შესულიყვნენ ნავში და ვიდრე გაუშვებდეს ხალხს, რომ გადასცურონ მეორე ნაპირს. გონი ცოტა უცნაურად ჟღერს ის, რომ იესო უბრძანებს საკუთარ მოწაფეებს ნავში მის გარეშე შესვლას და გადაცურვას. არა? რისთვის იქცევა ასე? ჯერ ერთი იმისთვის, რაც მოხდა, და მეორედ კი რაც მოსახდენია იმისთვისაც. და ისინი რაც შეიძლება მალე გამოეყონ ხალხს და იფიქრონ, განსაჯონ და დამოუკიდებლად იაზროვნონ მომხდარი სასწაულისთვის და გაემგზავრონ იმ ცურვაში, რომელშიც უფალი ჩვენი იესო ქრისტე სულ მალე ახალ არ გაგონილ სასწაულს უჩვენებს. სახელდობრ კი ზღვაზე როგორც ხმელეთზე ისე გაივლის. უფალი წინასწარ ხედავს, რაც მოხდება და რას იზამს თავადაც. მოწაფეებს კი საიდან უნდა სწორნოდათ მომავალი და რა თქმა უნდა ამ იძულებით განკვირვებულები ტოვებენ უფალს ხალხთან. ქვევით სხვისკენ მიემართებიან და ჩაუშვებენ ნავს წყალში. უფალმა რომ მოციქულების საჩქაროდ განარიდა ხალხის მასას, უეჭველად ის მიზეზიც იყო, რომ დაეცვა ისინი ამ პარტავნებისა და თავის ქებისგან მათ წინაშე. აი ისინი, როგორც ასეთი ჯერ არ ნახული სასწაულთ მოქმედის მოწაფენი როგორები არიანო. როგორ სურდა მათთვის ესწავლებინა სიმდაბლე, როცა ეუბნებოდა თქვენ მიეცით მათ საჭმელიო. ასევე ახლა, როცა აგზავნის ამ პარტავნებისგან სურს დაიცვას ისინი და მოძღვარზე აღამატებულებისაგან და ბოლოს
მას სურს, რომ უსაზღვრო სიმშვიდე აჩვენოს და სიმდაბლე ღმრთის წინაშე. მათ იმით, რომ ამ დონეზე საკვირველი სასწაულის მოხდენის შემდეგ თაზე განმარტოვდება, რათა ილოცოს ასეთი განწყობილებით. მას ამის თქმა მათთვის აღარ დაჭირვებია, რადგან საკმარისად იცოდნენ მისი ლოცვის წესი, რასაც უკვე ხშირად ხედავდნენ. თუ ზუსტად იმ დღეს განგება არ გავიდა უდაბურ ადგილას, როცა იოანე ნათლისმცემელის სიკვდილით დასჯის შესახებ შეიტყო, ხოდა დაეხედავდნენ მოწაფენი, რომ მას არ დავიწყებია ეს ამბავი და თურისთვის მოვიდა ამ უდაბნოში, ამაზე უწინ კი დაეხედავდნენ და იცოდნენ, რომ მოულოდნელად მისით აღსრულებულმა უდიდესმა საქმემ და აღტაცებული ხალხის მხრიდან ყველა ქებადიდებამ მცირედითაც კი ვერ შეარყიეს მისი სულიერი სიმშვიდე და სიმდაბლე და ვერ განაშორეს იმ ზრახვას, რომ უნდა ელოცა განმარტოვებით. პურის და თევზის ჩამორიგებასთან დაკავშირებულ ყველა მოვლენას საწყის და საბოლოო რაოდენობას აქვს ასევე თავისი საიდუმლო. სიკვდილის წინ უფალმა ნაკურთხი პური მოიხსენია საკუთარ სხეულად და აქ იგი იქმს ამას მართალია სიტყვით არა, არამედ პურების რაოდენობით. 5 ნიშნავს 5 გრძნობის ორგანოს, ანუ მთელ სხეულს. თევზი კი სიცოცხლეს ნიშნავს. ეკლესიის არსებობის პირველ საუკუნეებში ქრისტეს თევზის სახით გამოხატავდნენ, რის ხილვაც დღეს შეიძლება ძველ ქრისტიანულ კატაკომბებსა და თავშესაფრებში. ამგვარად ქრისტე საკუთარ სხეულს ადამიანებს მისცემს საჭმელად, მაგრამ თევზი რატომ იყო 2? რამე თუ უფალმა მიწიერ ცხოვრებაშიც შესწირა საკუთარი თავი მსხვერპლად და აღდგომის შემდეგაც წირავს საკუთარ თავს ეკლესიას დღემდე. რას ნიშნავს, რომ მან პირადად დაამტვრია პურები? ნიშნავს, რომ ის თავისი კეთილინებით წირავს საკუთარ თავს მსხვერპლად ადამიანების გადასარჩენად. რისთვის მისცა მოწაფეებს პურები და თევზები? რომ მათ ხალხისთვის დაერიგებინათ? იმისთვის, რომ ისინი სინამდვილეშიც გაავრცელებენ ქრისტეს მსოფლიოში და როგორც ცხოველმყოფელი საკვებით მისით დააპურებენ ყველას. ის რაღაც ნიშნავს, რომ ზუსტად 12 გოდორი აიკრიფა ნაშთისგან, მოციქულთა ნაშრომის იუხვეს. მკა ყოველი მოციქულისა მის დათესილ თესლთან შეუდარებლად მეტი იქნება, ისევე როგორც ყოველი გოდორი იმაზე მეტ პურს შეიცავდა, ვიდრე მშიერი ხალხი იკვებებოდა და ნახარდებოდა. მაგრამ ყველა ეს საიდუმლო არსი ძალიან ღრმა და ამოუწურავი გახდა. ვინ გაბედავს მათ არსში ჩახედვას? ვინ გაბედავს ამ წარმავალ ცხოვრებაში მის სიღრმეებამდე ჩაეშვას? და თუნდაც მინიშნებები იყოს საკმარისი იმისთვის, ვისთვისაც დამატკბობელია სახარების კითხვა და მოსმენა. სახარების სიტკბოებით ანგელოზებიც თვრებიან, რაც მეტად კითხულობს ადამიანი მას, ლოცვითი განწყობილებით უღრმავდება და ცხოვრებაშიც ატარებს მას, მით უფრო ეხსნება სახარებისეული სიღრმეები და სახარებისეული სიტკბოებით იკეთილ სურნელებს. ამისთვის კი უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს შვენის პატივი და დიდება, თანადაუსაბამოით მამით მისით და ცხოველმყოფელი სულიწმინდით სამებასა, ერთ არსებასა და განუყოფელსა ყოვლადვე აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ლიტიაზე აღსრულებული პურის კურთხევა და იქ წარმოთქმული ლოცვა სიმბოლურად ქრისტეს ღვთაებრივი ძალით პურების სასწაულებრივად გამრავლებას წარმოადგენს. განსრულდა სადიდებელად მთისა. მიწყალე ღმერთო, დედითა წყალობითა შენით და მრავლითა მოწყალებითა შენით ახოსე უსჯულოებიჩი. უფრო ის განბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე, რამე თუ უსჯულოება ჩემი მეუწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემს არს მარადის. ჩემ ხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლდეს სიტყვათაგან შენთა და სოლორჩასა შენსა
რამე თუ ესე რა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვამე დედამან ჩემო, რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარა, უჩინონი და დაფარული სიბძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მეუსუფითა და გამწმიდნე მე, განბანო მე და უფროს თოვლისა გამსპეტაკნე, მასმინო მე გალობა და სიხარული დაიხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი, გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უშულობანი ჩემი ახოცენ, გულის მინდა იდაბადე ჩემთან აღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა, ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულ საწმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემო, მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულით ამთავრობისაითა და მომტკიცე მე, ვასწავლმე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ, მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო, დაიხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა, რამე თუ უკეთ მცაგენება მსხვერპლი შემცა მეწირა, რამე საკვირთხი არ აგთნდეს, მსხვერპლი ღვთისა არ სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს, კეთილი უყა უფალონებითა შენითა სიონსა, დაღეშენენ ზღუდენ იერუსალემისანი, მაშინ აგთნდეს მსხვერპლის სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლა დასაცველი, მაშინ შეიწირენ საკურთხეველსა, შენსა ზედა სვარაგნი. მიწყალენ ჩვენ უფალო, შემიწყალენ ჩვენ რამე თუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ. გარნო ამას ვედრებასა შენ მეუფისა სახიერისა ცოდვილნი ესე შევწირავთ. მიწყალენ ჩვენ უფალო, შემიწყალენ ჩვენ. პატიოსნისა წინასწარმეტყველისა შენისა ლოცვითა უფალო, ცაი ეკლესიად გამოაჩინენათა კაცნი ანგელოსთა თანავიხარებდეთ და მისითა ვედრებითა ქრისტე ღმერთო მშვიდობით ყავთ ცხოვრება ჩემი, ვითარცა სახიერ ხარ მოწყალე და კაცთ მოყარე, აცდა მარადის და უგუნითი გუნისამდე ამენ. ღვთისმშობელო ქალწულო შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღეტევანი ცხოვრებისა, შენ გევედრებით მიმადრებულო მოციქულთა თანა მეოხვე ყავ ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა. აცხოვნე უფალო და შეიწყალე ყოველი ადამიანი, ვისთანაც კი რაიმე ურთიერთობა მქონია, ცოცხალიც და მიცვალებულიც, ბოროტიც და კეთილიც, ღირსიც და უღირსიც, მორწმუნეც და ურწმუნეც, ნათესავი და გადამთიელი, რამე თუ შენ ხარ მსაჯული მართალი, რომელი დაჯდეს აყდარსა შენსა ზედა, ოდეს მოხვალ დიდებითა შენითა და მას შამსაშინა წავდგეთ მეცა და ისიცა წინაშე შენსა, გლახაკნი, ქედ და დრეკილნი, ცოდვილნი, შიშველნი, არას მქონენ და წყალობისა შენისა მომლოდინენი. ამინ. ჩემი ლოცვა.